საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მთავარეპისკოპოს მცხეთა თბილისისა და მიტროპოლიტის ბიჭვინთისა და ცხუმა-აფხაზეთის ილია მეორის აღსაყრებიდან 48 წელი შესრულდა. უწმინდესი მილოცვებს იღებს. პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის ტაძარში 1977 წლის 25 დეკემბერს გაიმართა. უწმინდესი მე-12 საეკლესიო კრების მიერ იქნა არჩეული. ილია მეორის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ეკლესია მონასტრის აღდგენა მშენებლობა. გაიზარდა ტაძრებში მრევლისა და სასულიერო პირების რაოდენობა. უწმინდესი ზრუნავს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 25 დეკემბერი ასევე სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა. წმინდანი უკურნებელი ავადმყოფების შემწედ არის მიჩნეული. სულ არა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარაო პატრიარქმა. ხო და დღეს რა მდგომარეობაა, დღეს სულ სხვა მდგომარეობაა. მაშინ სულ რამოდენიმე ეპისკოპოსი იყო და დღეს ამდენი ეპარქიებია და ამდენი ღვთისმსახურნი არიან და დედა ეკლესია მოქმედებს და ხალხს სწორგზისკენ მიუთითებს. და ზუსტად აი ეს იყო მათთვის მიუღებელი, რომ აი ეს ხდებოდა და რა თქმა უნდა პატრიარქი მათთვისაც მიუღებელი პიროვნებაა და ამიტომაც დაუწყეს ბრძოლა და დღემდე ებრძვიან ამ ჩვენ ბერ და ხანდაზმულ პატრიარქს, მაგრამ ვერაფერს ვერ უზავენ, იმიტომ რომ მან გავლო ეს, უკვე გააკეთა ეს, რაც უნდა გაეკეთებინა. თავისი მისია აღასრულა ამ კაცმა და დღესაც ის რომ არის, ამითაც უბრალოდ მისი ყოფნითაც აი ეს ყველაფერი სრულდება. ადრე ღვთისმსახურები რომ გამოდიოდნენ ძველ ჯულში შემოსილები იყვნენ, იმიტომ რომ ხალხს ეცნოთ, რომ ესენი ღვთისმსახურნი არიან და მათ ესეთი ორი წითელი ლენტა ქონათ დაკიდებული ქუდზე, თავსაბურავზე, რომ ეს წითელი ლენტა იყო აღნიშნელი აღთქმისა, ძველი აღთქმისა, რომ ხალხს ხსომებოდათ. ეს ჩვენი წითელი ლენტაა რა, ეს ჩვენი პატრიარქი. რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ამ კაცის 8 წელი და არ უნდა დაუკარგოთ, იცი, არ უნდა როგორი უსინდისო კაცი უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი წყალში ჩაუყარო ადამიანს. რაც არ უნდა ჩაუყარო გუშინაც თქვი, ვერაფერს ვერ უზავ. იმიტომ რომ რაც არ უნდა ლანძღო მე ან სხვა ღმერთმა დამიფაროს. ღმერთი სიდიადეს მე ვერ შეუარაცხო, ვერ შეუბღალავ. და იმ კაცის გაკეთებულ იმ საგმირო საქმეებს, რომელიც ამ კაცმა გაიარა 48 წელია მიდის. სულ აი ესეთი დანის პირზე მიდის. წარმოიდგინე და ამ დანის პირზე 48 წელი ამ მდგომარეობაში, დაძაბულ მდგომარეობაში იყო და აკონტროლო შენი ხალხი, იმიტომ რომ შენ ეს პასუხისგებლობა გაქვს. ეს იცით რამხელა რთული რაღაცაა, აი წარმოვუდგენელად რთული საქმეა რა. აქ რო არ ერიოს ღვთის ხელი, უფლის ხელი რო არ ერიოს, მართლა ეს შეუძლებელია რა. და მინდა მადლობა უთხრა ჩვენ პატრიარქს, ჩემო ძვირფასებო. მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა. დღეს აგრეთვე არის ხსენება უდიდესი წმინდანის სპირიდონ ტრიმიფუნტელისა. სპირიდონ ტრიმიფუნტელი იყო უბრალო მწყემსი. არ იყო მეცნიერი, მაგრამ უბრალო მწყემსი იყო და მერე ამოირჩიეს მღვდელი მთავრად გაუშვეს. რატო? იმიტომ რომ ღმერთმა დააჯილდოვა სასწაულ მოქმედების ნიჭით და განკურნავდა უძლურებს და ფსიქოლოგიურად შეშლილებს და ეხმარებოდა გაჭირვებულებს.